გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ძალიან მოკლე ლაივი გავაკეთო და მივმართო იმას, რა ქვია, ჩემ 26 საუკუნიან ძმებს, რომლებიც თურმე ძალიან აღშფოთებული და შეშფოთებულები არიან თურმე იმით, რომ ესე იგი ირანის საელჩოში თბილისში გამართულა თურმე სამძიმრის ღონისძიება, იმიტომ რომ ამ ისრაელის თავდასხმას ირანზე დაახლოებით 1000-მდე ადამიანი შეეწირა, დაშავდა, დასახიჩდა, 1000 უბედურება დატრიალდა და საქართველოს თურმე ესა რა ქვია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ყოფილა ამ შეხვედრაზე და სამძიმრის წიგნში თურმე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაუკეთებია და აი ჩემი 26 საუკუნოვანი ძმა თურმე აგერა იმის რა ქვია ძალიან შეშფოთებულა თურმე და აღშფოთებულა თურმე რომ როგორ შეიძლება თურმე შენ ქვეყანაში საელჩო რომელიც არსებობს არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის იქნება შენი საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი იქ მივიდეს და იმ უბედურებაზე რაც მოხდა სამძიმარი გააკეთოს თურმე აი არავინ არ იცის თურმე და ძალიან შფოთავს და განსაკუთრებით შფოთავს თურმე იმისი რა ქვია აგერ დიდი ყევერაურიის ტელევიზია რა ქვია ფორმულა ეგეც ხო ყევერჯანასი არის იმისი კეზერანთ ბიჭის ხო და მოკლედ მინდა ამას გამოხმაურებოდი აი ეს რა თქმა უნდა აიტაცეს საქართველოში ძალიან პროგრესულად უკნიდან განათლებულმა ადამიანებმა და აფრიალებენ ამ ყველაფერს რომ აი ჯონ უილსონიც თურმე გამოსულა და თურმე ჯონ უილსონს დაუგმია მთელი ეს ყველაფერი რომ როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა მოხდეს ეს დიქტატორული ტერორისტული რა ვიცი ეს ჩვენი მეგობარი რო გვყავს კიდე ამერიკაში რა ქვია ამას ამერიკის სენატის წარმომადგენელი თურმე ძალიან რო ღელავს და ღამე რო არძინავს თურმე ქართველებზე დარდით თურმე ისრაელის საელჩო და ეს თურმე შეძრწუნებული არის შეშფოთებული არის ნუ არ ვიცი პირდაპირ მოკლედ როგორ წუხან და როგორ ვატკინეთ გული ამ ხალხს ბიჭო კარგად მომისმინეთ რა ერთი წუთი ჯერ ერთი საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია განცხადება და ვინ მიგდია ვინ ჩემი ფეხები არის ისრაელის საელჩო და ისრაელის ელჩი რომ მათ დანაბლუკუნებზე სამინისტრომ გააკეთოს განცხადება ვინ არიან საერთოდ რა ელჩის მოვალეობა არის ეგდოს და მის საქმეს მიხედოს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუმჯობესოს და არა ღალატით და ჩათალახობით და დედამოტყლნობით რითაც იყვნენ მიდღემში დაკავებული არა მარტო ისრაელის შეერთებული შტატების საელჩო და სხვა ქვეყნის საელჩოები იმას აკეთებდეს და გააკეთეს ამათმა განცხადება რომ თურმე იქ ამ მიღებაზე თურმე სხვა ქვეყნის ელჩებიც ყოფილა და მათ შორის ჩინეთის სამხედრო ატაშეც ყოფილა იმაში თურმე რა მიღებაზე ერთი მე მაინტერესებს ძალიან ჩინეთის საელჩოს მიმართ და ჩინეთის მიმართ როდის გამოხატავს ისრაელის სახელმწიფო პროტესტს რომელი პროტესტიც შემდეგ იქნება მიღებული რომ აი მე ჯერ არ ვიზამთ ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და ეს უკნიდან განათლებულები ამას აფრიალებენ ყველა მიმართულებით და ამ შვიდობიანი ისრაელის ხალხის დაბომბვას და ეს არის ამორალური განცხადება ამორალური საქციელი ღმერთი რჯული ხატი ქართული ოცნების ხელისუფლება მათი გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა როგორი გინების და როგორი მიუღებლობის ქარცეცხლში არის ჩემგან ის არიან ახლა ჩემი გვერდის მაყურებლები ისინი კარგად იციან და კარგად ხვდებიან მაგრამ ჯვაკ ახლა ქოცი იქნება ხელისუფლებაში ნაცი იქნება ხელისუფლებაში თუ ვინც ხა ჯანდაბა იქნება რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას ეხება საქმე ვინ მიგდი ხართ ბიჭო თქვენ ვინ ჩემი სირები ხართ საერთოდ რა მორალზე ლაპარაკობთ სად გაგაჩნიათ ურიებს მორალი რომელი მორალიდან უნდა ელაპარაკოთ თქვენ
საქართველოს სათავეში ვინც არ უნდა იყოს იმას. ვინც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ყველაზე ცუდი მთავრობა რო იყოს. სადა გაქვთ ბიჭო, მორალი გაქვთ თქვენ ტრაქში, უკაცრავად რა, მანდილოსნებთან და აი ამ ადამიანებთან, ვინც ჩემს ბლოგს უყურებს. ამათ თავის ენაზე უნდა ელაპარაკოს. სადა გაქვთ ბიჭო მორალი? სადა გაქვთ უილსონს, ან თქვენ ისრაელს სადა გაქვთ მორალი? ან მისი უკანალის მწმენდავებს მორალი სად გაგაჩნიათ? აი ელემენტარულს გეკითხებით. რომელი მორალის მიხედვით ამდენი ხანია ჯერ ხო ეს სამყარო საერთოდ დაქლიავებულია და ადრე რო თურმე ჩაკეტილი საკონცენტრაციო ბანაკების იმას ვერ ხედავდა მსოფლიოს საერთაშორისო საზოგადოება ებრაელებს რას უკეთებდა თურმე ჰიტლერი სანამ საბჭოთა არმიამ არ აიღო და არ გაანთავისუფლა იქაობა და არ გამოიხსნა ესენი ყავის ქამრების მასალად და საპნის მასალად ყავდათ გამზადებული ადოლფანას და მის ხალხს, მაგრამ ამათ ხო მორალი და სინდისი და ნამუსი არ გააჩნიათ. ეს მართლა მწვალებელი, ეს ტერორისტული სახელმწიფო თავისი კიდე ერთხელ ხაზს უსვამ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილების მიხედვით. არის სამხედრო დამნაშავე არის. როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე მისი ძმები, იქ ვინც აღავს სხვა მინისტრები. 18,000 ბავშვის მკვლელი, მარტო ბავშვის მკვლელი. მელაპარაკება აქ მე მორალზე და მორალს მიკითხავს მე ქოცი იქნება, ნაცი იქნება თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში რა მნიშვნელობა აქვს? სად გაქვთ ბიჭო თქვენ მორალი? ან დღევანდელ სოფლიო საზოგადოების, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკაში მორალური პრინციპები როდისმე არსებობს. თუ ოდესმე უარსებია, ეს კიდე ცალკე საკითხავი არის, მაგრამ დღესდღეობით განსაკუთრებით, როდესაც მთელი სამყარო ხედავს, როგორ ხდება გენოციდი აი ამ ადამიანების, ვინც იქ ცხოვრობენ. არა აქვს მნიშვნელობა ის, არაბი იქნება, ჩინელი იქნება, რუსი იქნება, ქართველი იქნება, ამერიკელი იქნება, თუ გინდა ებრაელის ბავშვი იყოს. რა მნიშვნელობა? ბავშვი ხო ბავშვია და უცოდველია. და ბიჭო თქვენ ამდენი უდანაშაულო ბავშვის მკვლელები, ამდენი უდანაშაულო ადამიანის მკვლელები გამოდიხართ აქ და სხვას ელაპარაკებით მორალზე? მეტი მოგიტყანთ მორალი. მეტი თქვენი დედა შევეცი, თქვენ არ გქონდეთ არც მორალი, არც ზნეობა, არც პრინციპები, არც თავმოყვარეობა, არც ღირსება. და როდესაც შეეკითხები ეს არ ხდება და თურმე მოგონილს ვლაპარაკობთ აქ ჩვენ და მოგონილს ვლაპარაკობს თურმე მთელი სამყარო. ნორმალური ხელისუფლება. ამ განცხადების მერე ტრაქში ამოარტყამდა ისრაელის ელჩს პანჩურს, ისე რომ თავით დარჭობილიყო ეგერ თელ-ავივში. საერთოდ წარმომადგენლობას ყველაფერს დახურავდა და დაიყვანდა ურთიერთობას მაქსიმუმ დესპანების დონეზე, არც ის არაა საჭირო სიმართლე გითხრათ. ამ ქვეყანასთან, ამ სახელმწიფოსთან არანაირი ურთიერთობა არაა საჭირო. და ამ უმადურ ძმებთან და დებთან, რომლებსაც თავისიანის გარდა სხვა ადამიანად არ მიაჩნიათ. საერთოდ არ მიაჩნიათ ადამიანად. მაგრამ ჩვენ ხო ჩმორიკი ხელისუფლება გვყავს და თავი იქეთ უნდა იმართლოს. რო თურმე ესია, თურმე ისია, თურმე აქედანა, თურმე იქედანა, თურმე ბიჭო აი ვინ გეკითხებათ? აი ებრაელებს მინდა გითხრათ. სადა ქვეყანა მთელმა მსოფლიომ იცის რა ღალატით ჩაიდინეთ 2008 წლის ომის დროს საქართველოსთან მიმართებაში. ეს რაც იარაღების კოდების გადაცემა იყო, იარაღის მოწოდების აკრძალვა იყო, უამრავი სხვა რაღაცა, მე კიდე ომწაგებულ ქვეყანას რო უჩივლეთ და ფული რო დაახიეთ 25 მილიონი, ეს კიდე არაფერი, ხო? არც იმაზე არა, თურმე ლაპარაკი რო სოხუმში იყავით ჩასული, ბაღებს შევხვდით, აღიარებას შეპირდით, სეპარატისტებზე იარაღის მიყიდვა, მსგავსი პირდაპირ რეისების დანიშვნა სოხუმთან და ასე შემდეგ. სახალის ოფიცრები რო იყვნენ ჩასული, ესეც არაფერი თურმე, ხო? ისიც თურმე არაფერი.
რომ საქართველოსთან 2008 წლის ომის მერე გაწყვიტეთ ურთიერთობა და რუსეთს ჩაეხუტეთ. ღიად, საჯაროდ და შეპირდით, რომ მეჯერ ეს არ განმეორდება და საქართველოს მართავს ესეთი და ესეთი, საქართველოს რაც მართავდა და როგორც მართავდა ეს ცალკე თემა არის კაცო. მაგრამ აქ ხო რეჟიმზე არა ლაპარაკი, სახელმწიფოზეა და ერზია ლაპარაკი. ერზია ლაპარაკი, რომელსაც სათავეში ყავდა ერთი სომეხი და ორი ებრაელი. ეს იყო მიხეილ სააკიანი, ეს იყო კეზერაშვილი და ეს იყო იაკობაშვილი. რომლებმაც ააქოთეს, აყროლეს ყველაფერი. დაიწყეს ომი, დაიწყეს უბედურება. მოაწყვეს ქართველი ერის გენოციდი. გადაკიდეს სამის დღემჩიოდ ქართველი და რუსი ერთმანეთს. თვითონ შვენივრად გააჯვეს და წავიდნენ. თან ქართული ჯარი გაძარცვეს, 1000 უბედურება გააკეთეს და ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ უნდა ზღოს ეს ყველაფერი. ამას თქვენ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ უკანალში გაქვთ მორალი, უკნიდანა გაქვთ მორალი. არა ასე მე ვიგონებ რამეს. ეს ხო ასე არის. ხო და სხვას ვინმეს კი არა. რუსეთის საელჩოს ჩაეხუტეთ და რუსეთს ჩაეხუტეთ 2008 წლის ომის მერე ღიად. აგი რა არქივებს ახსოვს თქვენი საქციელი ყველაფერი. ახლა მაინც ინტერნეტში მაშინდელი ინფორმაცია შენახული და განსაკუთრებით რუსულენოვანი საიტი იზრუს, რომელიც რუსი ებრაელების და პოსტსაბჭოთა ებრაელების სააგენტო არის, განსაკუთრებით რომ ამ ყველაფერზე იმაშვებოდა, რა ქვია, პედალირებდა. 1000 ბინძურეს რო აკეთებდა. ან შეერთებული შტატების მორალი, რომელი უკანალიდან გამოზრვა მართლა მაინტერესებს. სადაა ამერიკის შეერთებულ შტატებს მორალი და რომელ მორალზე შეიძლება ამერიკამ და ამერიკის სახელმწიფომ გელაპარაკოს ან მისმა წარმომადგენელმა. ქვეყანას, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია არანაირი ზნეობრივი, მორალური, არანაირი პრინციპები რო არ გააჩნია, გარდა მისი ინტერესის გატარებისა. ეს არის ქვეყანა, რომელმაც თავისი აგერ ახლა ხვალ 259 წლის ხდება და 259 წლის მანძილზე, ხოლოდ 219 წელიწადი ქონდა ისეთი, რომ არ უომია. 230 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ომობს და ეს ომები აბსოლუტურად 99% გარდა ამერიკა, მექსიკისა მისი საზღვრებს, სახმელეთო საზღვრებს და მისი კონტინენტის გარეთ ხდება. ეს ქვეყანა არის, რომელმაც ორჯერ ჩამოაგდო ატომური ბომბი, რომელმაც აკრძალვის შემდეგ გამოიყენა ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი. კაი, ახლა ამაზე არა გლობალურ ცოდვებზე ლაპარაკი. რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ პირველები ტრაქში შეუძვერით რუსებს. და ისა რა ქვია, გადატვირთვის პოლიტიკა რესტარტ პერეზაგრუსკა გამოაცხადეთ. და ლავროვი და კლინტონშა ერთმანეთს მინეტს უკეთებდნენ იმაში, რა ქვია, შეხვედრაზე. არ ვიცი, ვაშინგტონში იყო თუ სად იყო და შენ ჭირიმე შენ გენაცვალისმეტი არ ქონდა სალაპარაკო არაფერი და ევროპელები ეს უკნიდან განათლებულები ევროკავშირის რეზოლუცია იქნებოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ რა იქნებოდა, ყველაფერში ამტყუნებდნენ საქართველოს და ქართველებს. ყველაფერში აბსოლუტურად. არ აქვს მნიშვნელობა ეს გაერო სასამართლო იქნებოდა, არ აქვს მნიშვნელობა ეს სტრასბურგის ევროსაბჭოს გადაწყვეტილება იქნებოდა, ამოიღეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ტალიავინის კომისიის დასკვნა იქნებოდა. და ეხ გამოდიხართ ბიჭო და ქართველებზე ლაპარაკობთ, მორალს და ქართველებს ასწავლით პატრიოტიზმს, ერთი დასირებული ნახირი რუსეთთან მიმართებაში გვასწავლის პატრიოტიზმს, მეორე დასირებული ნახირი გვახსენებს იმის, რა ქვია, შაჰ-აბასის დროინდელ შემოტევებს და ასე შემდეგ და თურმე ჩვენ აქ უნდა დავდგეთ და თავი უნდა ეს როგორ მოხდა. ეს რანაირად მოხდა. რას გეტყვით, ბიძია, იცით? ჩემი სიტყვები არა. თქვენივე ტომელის, თქვენივე ებრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების
პოლიტიკის მამის კისინჯერის განცხადება იყო 2012 წელს. ისრაელს მაქსიმუმ 10 წელი დარჩა არსებობა. და თუ ვინმე ტვინი აქვს თავში, ისრაელი უნდა დატოვოს და წავიდეს სხვა ქვეყანაში. ერთადერთმა რამემ, რამაც ამას ხელი შეუშალა, ეს იყო უკრაინის კონფლიქტი. ომი, ეს მეტი გლობალური ომი. ალბათ ამის გამო მოხდა ცვლილებები, ვინ გაიგებს ახლა მსოფლიო პოლიტიკაში, რა გადაადგილდა და რა გადმოადგილდა. ეს ჩემი სიტყვები არა. ეს ებრაელი სტრატეგოსის ამერიკის შეერთებული შტატების ახლა გარდაიცვალა 100 რაღაცა წლის იყო კისინჯერის განცხადება იყო და განაცხადა ეს განცხადება. გააჯვით საქართველოდან. ჩაეთრიეთ იმ თქვენ აყროლებულ ისრაელში. ერთი აყროლებული მდინარე რო ჩამოგდით. იმის სათავეებით სხვაზე რო გაქვთ წართმეული. და მიხედეთ თქვენ აყროლებულ ქვეყანას. ხო. და ქალბატონო მზია, აი ასეთი იდიოტები ვინ არიან, რომ შენი ჯერად შენ ხარ ტერორისტი, შენ ხარ ისე შენი დებილი დედასე შევეცი, მე ტერორისტი არ ვიყო. მე ვინმეს გამწარებელი არ ვიყო და რამდენიმე სიმართლეს ვლაპარაკობდე. ხო. დედა მოგიტყანთ თქვენს და დედა მოუტყან ხამენეისაც. დაგიჭამიათ ერთმანეთის. აგერ ბანტის საერთოდ არ მაინტერესებს. გააჯვით საქართველოდან. თქვენი ელჩიან, თქვენი კონსულიან, ყველა დაიყარეთ იმ თქვენ ისრაელში. და აქეთ ნურავის მოასწავლეთ ჭკუას. არავის არ გადაუღუნოთ თქვენმა და თქვენმა სამსახურებმა. კიდე ერთხელ გეუბნებით რა. ხო. ტომარაში გაახვიე დედაშენი. ხო. და აი ამ ქართველებს სიმართლე გითხრა ძალიან ბევრი შეეჭვმეპარება უკვე, იმიტომ რომ აი ესეთი ცხოველები, ქართული გვარსახელებით არსებული ცხოველები, ქართულად მოლაპარაკეები ბევრი არიან. ძალიან ბევრი არიან და ძალიან მეეჭვება, რომ ესეთი ქმნიან იმიტაციას, რომ ვითომ ქართველები იმაშვებიან, რა ქვია, აკეთებენ ამ ყველაფერს და ვითომ ქართველები ახდენენ იმას, რა ქვია, გამოცხადებას, აი სოლიდარობის და მსგავსი რაღაცების, ეგ ვიდეოც არის დადებული, სადაც მე ამაზე ცალკე გავაკეთებ ბლოგს, სადაც ერთი პატარა გოგო მივიდა აქციაზე, სადაც ისრაელის დროშა ფრიალებდა მიშისტების, პიდარასტების, შიგ ევროპელების და ისრაელის მხარდამჭერი აქცია რო იმართებოდა და უთხრა, რომ სამხედრო დამნაშავე ყავს თქვენს ქვეყანას და საქართველოში ნუაფრიალებთ ისრაელის დროშას ღაზაში მიმდინარე გენოციდის გამო და აატყდა იქ ერთი ცივილკივილი და აი თქვენ რა მინდა იცი გითხრათ აი ამ ხალხს აი თქვენი დედასე შევეცი ყველასას თქვენ მორალი არ გქონდეთ თქვენ ზნეობა არ გქონდეთ თქვენ ადამიანობა არ გქონდეთ თქვენ ღირსება არ გქონდეთ თქვენ რისი ღირსი კიდე ერთხელ ვამბობ რა თქვენ ხართ იმის ღირსი აი ის ღაზა ხო იქცა 21 საუკუნის ჰოლოკოსტად ზაქსენჰაუზენად, ბიუხენვალდად და კიდე სხვა უბედურებად, რაც იყო თავის დროზე ფაშისტური გერმანიის გაკეთებული და რაშიც ერთადერთ რამეში, რაშიც არ ვეთანხმები ნამდვილად ჰიტლერს, რომ ადამიანების არა აქვს მნიშვნელობა ის ებრაელი იქნება, ის იქნება ჩინელი იქნება, რუსი იქნება, ქართველი იქნება, გერმანელი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა ბავშვების და ქალების და ადამიანების ასეთი ფორმით წამება და ეს არის ჩემთვის პირადად მიუღებელი, მაგრამ რა ვიცი რა უნდა თქვა, აგერ ლავროვმა განაცხადა ეს ჩემი განცხადება ხო არა და ჩააფურთხა ყველა რო კითხვა ამ ებრაელებს სულში. მე ამათმა საყვარელმა რუსეთმა. რა გამიხურეთო საქმეო, რო იძახითო ზელენსკიო ებრაელიაო და ფაშისტი ვერ იქნება, მასეო ჰიტლერიც ფაშისტი იყო. ის იყო ებრაელი იყო. ჰიტლერი ებრაელი იყო. ხო და ალბათ თქვენი ჯიშის ადამიანებს მოდით ასეთი დამპალი ისა რა ქვია აზროვნება რომ ბავშვი, ქალი, დიდი, პატარა არავინ არ დაინდო. და თქვენ მორალს მიხედეთ, გაიგეთ? თქვენ მორალს მიხედეთ ხალხმა რომელმაც სულ
20 წელიწადში რომ დაივიწყეთ საკუთარი ადამიანები, რომლებსაც გენოციდი მოუწყვეს და გერმანიას რეპარაციაში ადენაუერს რკინაბეტონი რო გამოართვით ისრაელი გვაქვს ასაშენებელიო და რეპარაცია გადაგვიხადეო სადღაც დაახლოებით 6 მილიარდი მარკის ოდენობის რომ ისრაელი ავაშენოთო და რაც იყო კაცო და დღეიდან და იმენა ჩვენ ძმები ვიყოთო და ეგერ ჩაიხუტეთ გერმანელებს თქვენ ვის მორალზე უნდა ილაპარაკოთ სადა გაქვთ მორალი სადა გაქვთ ზნეობა სადა გაქვთ ნამუსი საქმეზე რომ მიდგეს თქვენიანიც არიცით არა თუ ქართველი და სხვა ეროვნება არიცით რომ გწოდნოდათ მეორე მსოფლიო ომის დროს თქვენივე ტონელებს ამერიკის ებრაელობა არ გაწირავდა საიმისოდ რომ შემდეგ მე ესეთი წამებულის ქურქი მოგერგოთ და უამრავ შემთხვევას დავასახელებ სადაც ევროპიდან წასული გემები რომლებიც ამერიკაში და კანადაში უნდა შესულიყვნენ უკან მოაბრუნეს და ადოლფანას ხახაში ჩააგდეს და ამ ხალხს უნდა ელაპარაკო მორალზე ამ ხალხს რომელსაც თავისიანი არ ადარ რო კითხო რომ თავისიანი ადარდებს იმ ისრაელში კიდევ ვინ ცხოვრობს ის მათთვის მეორე ხარისხოვანი ებრაელები არიან რომლებმაც იქ იმაში უნდა იცხოვროს დანარჩენმა ებრაელობამ ხელის გულზე უნდა იცხოვროს ყველგან ან აგერ ახლა გაათავისუფლებენ ტერიტორიას იმაში უკრაინაში და მე იქ ჩასახლდებიან იმიტომ იქაც თავისი კაცი ყავთ ხო და ამ ხალხმა უნდა წაგიკითხონ მორალი დაახვიეთ მაგ თქვენი მორალი და ერთმანეთს გათხარეთ უკანალში გაიგეთ სანამ საქართველოზე და ქართველებზე ამოიღებთ ხმას მანამდე საკუთარ მოსაქმებულს გადახედეთ და საკუთარ მოსაქმებულში ჩაყავით თავი მე ახო აი ჩემნაირი ცხოველი თურმე 100 წელი ჩამორჩება ევროპას მე მოვითხოვ ქალბატონო მზია რომ თქვენს მიმართ მიღებული იქნას ევროპული სტანდარტებით მოგექცეთ რომელ სისურვებდით ევროსტანდარტებში იმიტომ ქართული სტანდარტი არ გაკმაყოფილებთ თქვენ ქართველების მადლიერება 26 საუკუნე არ გახსოვთ ევროპული სტანდარტებით რომელს აირჩევდით სასაპნეში გირჩევნიათ თუ ტყავის ქამრად ყოფნა გირჩევნიათ აირჩიეთ ერთი ევროპული სტანდარტი როგორია თქვენ ხო ხართ უკნიდან განათლებული მაღალი აი ეს არის ევროპული სტანდარტით მოქცევა თქვენზე რომელი გირჩევნიათ თუ არავის არ აინტერესებს აჯვი აქედან და ეგდე იქ სადაც აგდიხარ ეგე არავინ გაძალებს აქ რომ შემოდიხარ და კომენტარებს წერ ასხი აქედან და აჯმევია იმ შენ საელჩოსაც და საერთოდ დაახვიეთ აქედან დაახვიეთ და ქართულ ენაზეც ნუ ლაპარაკობთ არავის არ აინტერესებს თქვენი პლაკვა თავში ქვაუხლია რაც უნდა ის მიუცია რაც შეეხება კოცებს კოცებო აი არ ვიცი ეს როგორ გამოგივიდათ აი ძალიან მიყვირს იმიტომ რომ თქვენი ჩმორული ბუნება რო ვიცი მე აი თქვენი ჩმორული ბუნება რო ვიცი გაცრავად აი აქ არის როგორ მოხერხდა და რანაირად მოხერხდა რომ ეს გაბედეთ იმისი არ იყოს კობახიძეო იყო ირანში წასულიო მე მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური რამე თუ გაგიკეთებიათ ის რომ ირანთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების დრო მოვიდა და აი ამათმა საკუთარ გამოცდილებაზე ილაპარაკონ საკუთარზე აგერ რო გვახსენებენ 300-400 წლის წინანდელ ისტორიებს შაჰაბას და რაღაცას ჯობია აგერ გაიხსენონ 40 წლის წინ მართლა გენოციდი ვინც მოუწყო რკინაბეტონში როგორ გაყიდეს თავიანთი თანამემამულეები და დაივიწყეს გენოციდი
და ერთმანეთს შეუძრნენ უკანალში გერმანიის ხელისუფლება და ისრაელის ხელისუფლება. აი ამათზე იდარდონ რა ჯობია და ამათ თავმოყარეობას და ამათ მორალზე ილაპარაკო. 6 მილიონი ქართველი როვინმეს გაეწყვიტა და ქართველი შემძრვალიყო 20 წელიწადში უკანალში 20 წელიწადში კი არა თუნდაც იმ პრინციპით, იმ მეთოდით, როგორც ამას აკეთებდა თავის დროზე ადოლფანა და მისი სასტავი, ქართველი ერისთვის, ყველაზე უკანასკნელი ქართველისთვის მიუღებელი იქნებოდა დღემდე, ამათგან განსხვავებით, ამათთვის ყველაზე კარგი ებრაელისთვის დღესაც რო არის ესა რა ქვია, დღესაც რო მისაღები არის გერმანულ-ებრაული ძმობა. ხო, აი ესე ქვია, მაგათ მასე ეძახიან ზოგადად. ახალგაზრდებს, მამაკაცებს, მაგ ჯიშისას. მოკლედ ახლა ამით გემშვიდობებით, ხო და ვისაც საქართველოს და ქართველის აზრი არ მოგწონთ და ქართული პოლიტიკა არ მოგწონთ, შეგიძლიათ ერთიანად ჩააწყოთ თქვენი დიპლომატიური, არადიპლომატიური ჩემოდნები ერთი მეორის მიყოლებით ააჯვათ ისრაელში. სათითაულოდ. დიპლომატი იქნები თუ არადიპლომატი იქნები. ეგეთ? თუ არ მოგწონთ, ცივი წყალი დალიეთ. და რამის ტრაკი თუ გაქვთ თქვენ მეტი რა ჩემთერ ისი ტრაკი გაქვთ ბიჭო. რო არ მოსულიყო თავის დროზე ამერიკელები საშველად. შემართული ლომი ჩაჯმულ ლომად იყავით გადაქცეულები. დღეს ისრაელის ხსენება აღარ იქნებოდა უკვე აი ამ დროში. ეს სტეხით იქნებოდეთ გაქცეული იქედან, საზღვრები რო არ დაეკეტა. და აჯვით ვიზია თქვენ ქვეყანას მიხედეთ და სხვას მოასწავლით ჭკუას რა და როგორ მოიქცეს. ეგეთ? თუ არ გინდათ რომ პასუხი გაგცეთ, საქართველოს და ქართველებს დაანებეთ თავი. და მიხედეთ თქვენ ჩაჯმულ ქვეყანას. ერთიერი მაჩვენეთ სოფლიოში, რომელთათვისაც თქვენ საყვარელი ხალხი ხართ, მისაღები ხალხი ხართ, მაჩვენეთ ერთიერი საქართველოს გარდა. აი საქართველოს გარდა ვიტყვი. იმიტომ რომ ნამდვილად ასე იყო ისტორიაში, მაგრამ თქვენ ხო უმადური ხალხი ხართ. მე ფაქტებით გელაპარაკებ. ერთიერი მაჩვენეთ დედამიწის ზურგზე, რომლებიც როგორც გველს მისდევენ, ქვით დავიწროებენ, თქვენ არ გავიწროებდათ. გინდა ევროპაში, გინდა აზიაში და გინდა ასე შემდეგ, გინდა რუსეთში და გინდა სადაც კიდე. ხო, არ არსებობს ასეთი და იმიტომ. ეგე? ერთადერთი იყო ქართველი, თავისი ტოლერანტი ბუნებიდან გამომდინარე, მართლა შემწყნარებელი ბუნებიდან გამომდინარე, რომელმაც მიგიღოთ, შეგინახათ, ჩაგიხუტათ და გველი გამოგზარდათ უბეში სამწუხაროდ. იმიტომ რომ აი ესეთი ცხოველები, რომლებიც ახლა მობრუნებული ხართ და საქართველოს და ქართველებს ლანძღავთ. მიდი ერთი სომხეთს უთხარით რამე. ერთი სომეხს უთხარით რამე. სომეხმა პირდაპირ დააგმო თქვენი თავდასხმა. არ ვამბობ დიდ ქვეყანაზე. სომხეთმა პირდაპირ დააგმო თქვენი თავდასხმა ირანზე. და დედის ჯიგარი დაგახურათ თავზე ფაშინიან. იმაზე ვერ შეგიბრუნებიათ სიტყვა. გამოდიხართ აქ და ეს დიდი მორალი გაქვთ, მაგრამ უკნიდან გაქვთ დიდი მორალი. აი ამის თქმა მინდოდა, საერთოდ არ ვაპირებდი ვიდეო ლაივის ჩაწერას, მაგრამ აი შემომხვდა ეს ყველაფერი და აი ამ თქვენ მორალისტებს, ხო, აი ამ ადამიანის უფლებათა დამცველებს. აი ეს ფოტო მინდა ბოლოში დაგიტოვოთ. ესაა ღაზა. ეს არის ღაზა. სადაც ებრაელი ჯარისკაცი იარაღს უშვირებს თოთო ბავშვს. და ასეთი ბავშვი 18,000-ია იქ მოკლული. მარტო იქ. ბავშვი. და აი ამის მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ დედამოწყნულ ადამიანს შეუძლია. მხოლოდ და მხოლოდ.
მართლა ამორალურ ადამიანს, მართლა გათახსირებულ ადამიანს, მართლა თახსირ ადამიანს, რომელსაც არანაირი ზნეობა, არანაირი კაცთმოყვარეობა, არანაირი ჰუმანიზმი არაფერი არ გააჩნია და ესეთები ხართ თქვენ. ყველა ვინც ისრაელს ტარს უკრავს. თქვენი დედას შევეცის უყველასას რა. თქვენ ადამიანები არიყოთ რომელიმე. არა საუბარი აქ ვინ რა პოლიტიკური იდეოლოგიის პატრონი. იცით რაც ხდება და აი იმის ღირსი ხართ. რასაც ახლა ისრაელი უკეთებს იქ ღაზაში აი ამ ბავშვებს და იმ ხალხს ის გაგიკეთოთ თქვენს თქვენი შვილებიანად და თქვენი ჯიჯილაგიანად. აი ამას დაგიტოვეთ რა. აი ამ მორალის ხალხი ხართ თქვენ. რა თქმა უნდა ბომბავენ და რა თქმა უნდა კიდე 1000 უბედურებას ატარებენ. აი ისრაელის ელჩო და ესა რა ქვია ვინც ეს დაწერეთ და ვინც საქართველოს და ქართველებს მორალისკენ მოუწოდეთ და ვინც ხოცების გულისთვის ნახოთ არ გამოვიდებ თავს, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით რა. ელჩით დაწყებული კონსულით გაგზელებული დამთავრებული იქ ვინც დაბეჭდა მაგ წელი თქვენი დედა შევეცის უყველასას. აი ეს